გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. პარტია ლელოს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის გრიგოლ გეგელიას მგზნებარე გამოსვლა მოვისმინე და მთელი არსებით შევიგზენი ის. მან ბრძანა, რომ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს კვლავაც გააჩნია ყველა შესაძლებლობა სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ, თუ ის ნაკის ვალდებულებებს შეასრულებს. მეგობრებო, მომიტევეთ, რომ გეგელიასნაირი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების გამოსვლებს განვიხილავ, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს და სხვა გზა იმიტომ არ მაქვს, რომ დანარჩენები გეგელიაზე უფრო უსუსურები არიან. აი 19 დეკემბერს სვაბოდაზე გამოვა ჩემი რომანის გმირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ახალ ქარიშხალს დაატრიალებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შემართებით დაიწყებს ზურაბ გირჩი აქტიურ პოლიტიკას, რაც ამდენი თვე პასიურად იყო და არ ულაპარაკია, ახლა ერთბაშად ამოხეთქავს. მართალია, მის ლაპარაკს კარგად ვერ ვიგებდი, რადგან მაქსიმის ტყვიამფრქვევით კაკანებდა ხოლმე და ახლა, მაგრამ ჯერ არ გამოსულა და რატომ ლაპარაკობ წინასწარ, რომ გამოვა მერე მოვეფეროთ. ჯერჯერობით კი გეგელიათი ვიჯეროთ ჩვენი პატარა გულები. ისე იგი, რაც ევროკავშირში უმარილო და უხორცო პოლიტიკოსები არიან, ისეთივე ფერმკრთალი მხარდაჭერი ყავთ მათ აქ და გეგელი ამის მშვენიერი მაგალითია. ევროკომისარი მარტა კოსი გეგელიასთვის რასაკროლია ურყევი ავტორიტეტია. მარტა კოსმა რომ უბრძანოს გეგელიას ახტი, დახტი და გადახტიო. გეგელია ახტება, დახტება და გადახტება და მის ახტომა, დახტომასა და გადახტომას ყურადღები დააკვირდება მისი დამფინანსებელი მამუკა ხაზარაძე და თუ გეგელია არადამაჯერებლად ახტება, დახტება და გადახტება, მამუკა ხაზარაძე კოპებს შეკრავს და მას საყვედურს გამოუცხადებს პირად გულმკერდში შეტანით. მოკლედ, მარტა კოსმა შეგვაგულიანა და ასე რომ ჯერჯერობით არც ყურებით, არც არაფერი სხვა არ უნდა ჩამოუყაროთ. ევროოჯახის ოფიციალური წევრობის შანსი დაგვიტოვა დიდმა მარტამ, თუკი ჩვენ რასაკრველია ნაკისრ ვალდებულებებს შევასრულებთ. და ნაკისრი ვალდებულება რა არის? რეფორმები. დიახ, მარტას აზრით, თუკი საქართველო გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ისევ გამოჩნდება. და რეფორმებში რა იგულისხმება? და რეფორმებში იგულისხმება ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება და ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. ანუ ფაქტობრივად პატარა დეტალი გვაქვს შესასრულებელი და ევროკავშირობის პერსპექტივა კვლავ ჯიბეში გვექნება. საინტერესოა, მარტა კოს რა გონია? ის თუ გამუდმებით, პოპკა დურაკივით, უკაცრავად პოპკა დურასავით, თუ ერთსა და იმავეს ილაპარაკებს, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რა ამით ის საქმეს წინ წაიგდებს? მარტა კოსმა ხომ არაერთხელ უკვე ილაპარაკა ამ მიმართულებით. ილაპარაკა და ყურიც არ შეგვიბერტყავს. მისთვის არ იყო მანიშნებელი ის, რომ მისი ეს განცხადებები აქ არავის აინტერესებს გეგელიას გარდა. ეთყობა არა, არ იყო მანიშნებელი. ამიტომაც ისევ გამოდის, ბერავს ლოყებს და იგივეს გაიძახის პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები. ვისეუბნება ამას საინტერესოა. მაგას რა გონია, ხშირად თუ გაიმეორებს, საქართველოს ხელისუფლებას გაუწყალდება გული, მობეზდება ამის მოსმენა და ადრე თუ გვიან აუსრულებს მოთხოვნას. მარტა კოსი იმდენად გაბღენზილია საკუთარი მნიშვნელობით, რომ მისთვის წარმოუდგენელია ის შორეული ქვეყანა, ის 3 მილიონი ნახევრიანი გაუგებრობა, როგორიც მას დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმოუდგენია, როგორ ბედავს და არასრულებს მის მითითებებს. მარტა კოსმა ისეთ კიდევ ჩვენზე რა თქვა, მაგასვენაცვალე. თქვა, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორცაც არც ერთი სხვა ქვეყანა. მაგრამ ამავე დროს მარტა კოსი გვამშვიდებს ჩვენ უბრალო მოკვდაოდ. დიახ, ის ამბობს, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის
მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ. ხალხში ის ალბათ ჩვენ კი არ გულისხმობს, არამედ გეგელიას, ნანუკა ჟორჟოლიას და გასამხედროებულ გიგაურს. მათ ელაპარაკება და მათ აძლევს იმედს. ესე იგი, გეგელია ხომ არის რეალობას მოწყვეტილი, მაგრამ მასთან შედარებით მარტა კოსი მთლად ალფა კასიოპეიდან მაღადებელს მაგონებს. აზრზე არ არის აქ რა ხდება. და ალბათ ინფორმაციას მას გეგელია აწვდის. სხვა შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ნიშნავს მათ დაფინანსებას. საინტერესოა დემოკრატიის ამ წარმოუდგენელი უკუსლის პირობებში მარტაკოს არ აქვს შიში, რომ ტოტალიტარული მთავრობა იმ ეგრეთ წოდებულ მხარდაჭერას, ანუ ფულს, რასაც მარტაკოსი გადარიცხავს, გზაზე დახვდება, ხელთ ჩაიგდებს და იმ ფულით გაზ-24-ის იყიდის თავისთვის. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.